სამწუხაროდ არანაირი ემოციური კავშირი არ გამიჩნდა ამ პერსონაჟებთან. ჩემთვის ეს წიგნი იყო ტანჯვა. აი ეს წიგნი იყო ის რისი გადადებაც მართლა არ მინდოდა არც ერთი წამით. აი რომ ვკითხულობდი, უბრალოდ ერთი კითხვა მქონდა, რომ რანაირად გადარჩა ეს გოგო და სად იპოვა ის ძალა, რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა ეთქვა და ეს წიგნი დაეწერა. მოგესალმებით და გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში მინდა განვიხილო მარტში წაკითხული წიგნები. ძალიან საინტერესო თვე გამომივიდა. წავიკითხე 6 წიგნი, რაც ჩემთვის არის რეკორდი. ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვინც შეიძლება 15 წიგნსაც კითხულობდეს თვეში და შეიძლება მეტსაც და სიამოვნებით მივიღებ ამ ხალხისგან რეკომენდაციას, როგორ აბაჩქარო ჩემი კითხვის ტემპი. და არ გეგონოთ, რომ რადგანაც სწრაფად კითხულობენ, ან ვერ იგებენ, რა წაიკითხეს, ან რამე მსგავსი, უბრალოდ ბუნებრივად აქვთ ესეთი ტემპი და შეუძლიათ საათში 100-120 გვერდით წაიკითხონ. ამ თვეში წავიკითხე ძალიან საინტერესო წიგნები, ისეთი რომლებიც აღმაფრთოვანა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა და იყო ისეთი წიგნები, რომლებიც არ მომეწონა და ძალიან დამღალა. თუ გაქვთ წაკითხული ამ ჩამონათვალიდან რომელიმე წიგნი, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. ერთ წიგნზე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი აზრი არ ემთხვევა სხვების შეფასებებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი შეფასება მქონდა წაკითხული ამ წიგნზე და მე უბრალოდ დავიტანჯე და ძალიან არ მომეწონა. ვნახოთ. ასე რომ მოდი შევაჯამოთ მარტში წაკითხული წიგნები. დავიწყოთ. პირველი წიგნი არის ემილი ჰენრის Happy Place. ჩემს ერთ-ერთ ვიდეოში უკვე ვისაუბრე ამ წიგნზე და აქაც მოგიყვებით და გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებას. დასასვენებლად წავედი კუნძულზე და იქ წავიღე ეს წიგნი. ვიფიქრე, რომ ძალიან მოუხდებოდა იქაურ გარემოს, იქნებოდა სუბუქი საკითხავი და ძალიან ისეთი კარგი სასიამოვნო სასიყვარულო ისტორია. ეს ისტორია არის გოგოზე და ბიჭზე, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები. თუმცა, შემდეგ რაღაც გარკვეული მოვლენების გამო ისინი დაშორდნენ, მაგრამ მათმა მეგობრებმა ამის შესახებ არაფერი არ იციან. ამ სამეგობრო წრეს აქვს ყოველწლიური შეკრება ერთ-ერთი მათგანის კოტეჯში და მათ უწევთ იქ წასვლა და თავის მოჩვენება, რომ ვითომ ისევ ერთად არიან, ისევ უყვართ ერთმანეთი, რომ არ გააფუჭონ, ასე ვთქვათ, სიტუაცია. ძალიან კარგი მოლოდინი მქონდა ამ წიგნზე, მეგონა რომ ძალიან ისეთი კარგი წყვილი იქნებოდა და საინტერესო ისტორია, მაგრამ სამწუხაროდ არანაირი ემოციური კავშირი არ გამიჩნდა ამ პერსონაჟებთან. წიგნი მომეჩვენა ძალიან გაწერილი, ძალიან ნეიტრალური სიუჟეტი ჰქონდა. ანუ რაღაც ისეთი მომენტები იყო, რომ რომც არ ყოფილიყო ეგ წიგნში, არაფერს არ შეცვლიდა და ესეთი მომენტები იყო საკმაოდ ბევრი. რამაც ძალიან გაწელა ჩემთვის კითხვის პროცესი. სამწუხაროდ ამ გოგოს და ბიჭს შორის ვერც ქიმია ვერ დავინახე და ვერ ვუგულშემატკივრე, რომ ერთად ყოფილიყვნენ და დასასრულიც დიდი არაფერი განსაკუთრებული არ იყო ჩემთვის. საბოლოო ჯამში ამ წიგნს დავუწერე 2 ვარსკვლავი. მაგრამ რა თქმა უნდა, ის რომ მე არ მომეწონა, არ ნიშნავს რომ ეს წიგნი ცუდია. აუცილებლად წაიკითხეთ, რადგან ძალიან ბევრი მკითხველისთვის ეს არის ემილი ჰენრის საუკეთესო წიგნი. ასე რომ უბრალოდ გული დამწყდა, რომ მე ვერ მივიღე იგივე ემოციები, რაც ხვებმა. მეორე წიგნი, რომელიც მარტში წავიკითხე, არის ბრიანა უისტის The Mountain Is You. ძალიან მიხარია, რომ ეს წიგნი უკვე ქართულადაც არის და შეგიძლიათ შეიძინოთ, სათაური არის მთა ხარ შენ. რაც შეეხება ამ წიგნს, ეს არის თვით საბოტაჟზე და იმაზე თუ რამდენად ვუშლით საკუთარ თავს ხელს, რომ ვიყოთ ბედნიერები და წარმატებულები. და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, კი, რეალურად მართლა ასეა, რომ როდესაც რაღაც მიზანს დავისახავთ, იქამდე მისასვლელ გზაზე, აი ამ დაბრკოლებებს და სირთულებს უმეტესად ვქნით ჩვენ. ძალიან საინტერესო აქცენტები აქვს ბრიანავის ამ წიგნში და თუ გიყვართ საკუთარ თავში ძიება, თუ გაქვთ იმის მზაობა, რომ შეცვალოთ საკუთარი თავი უკეთესობისკენ, ფიქრობ ძალიან საინტერესო საკითხებზე დაგაფიქრებთ ეს წიგნი. საკმაოდ ბევრი წიგნი მაქვს ზოგადად self-help-ის ჟანრში წაკითხული, თუმცა ამ წიგნმა მაინც აღმომაჩენინა კიდევ რაღაც ახალი საკითხები, რაზეც აქამდე არ მიფიქრია. ერთ მაგალითს გაგიზიარებთ, რაც ვფიქრობ, რომ ყველასთვის ნაცნობი იქნება, აი მაგალითად დავისახეთ რაღაც კონკრეტული მიზანი. როგორც კი ამას გავაკეთებთ, მაშინვე ჩნდება 1000 მიზეზი, თუ რატომ ვერ მივაღწევთ ამ მიზანს. რა თქმა უნდა, არის რაღაც გარე ფაქტორები, რასაც ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ და მართლა შეიძლება იყოს ხელის შემშლელი, მაგრამ აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ რაც ამ გზაზე შესაძლებელია სრულიად რომ გავაკეთოთ და არაფერი არ გვიშლის ხელს, ხანდახან მანდაც პოულობთ ხოლმე რაღაც მიზეზებს და გამართლებებს თუ რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს და რატომ იქნება ეს დროის კარგვა.
თუ გაქვთ ისეთი მომენტი, რომ გინდათ რომ რაღაც შეცვალოთ, საკუთარ თავში, ურთიერთობებში თუ კარიერაში და გჭირდებათ ასე ვთქვათ ბიძგი, რომ ნაბიჯი გადადგათ, ვფიქრობ, რომ ეს წიგნი აუცილებლად დაგეხმარებათ. ამ წიგნს დავუწერე 4 ვარსკვლავი და გულწრფელად გირჩევთ, რადგან ვფიქრობ, რომ აუცილებლად აღმოვაჩენთ ერთ საკითხს მაინც, რაც ცოტათი სხვანაირად დაგაფიქრებთ საკუთარ ქცევაზე. შემდეგი წიგნი არის კაილი კესედის In the Veins of the Drowning. აქ უკვე გადავდივართ სამეფოში, სადაც ცხოვრობს გოგონა სახელად იმოჯენი. იმოჯენი არის მაგიური არსება. არის ნახევრად ფრინველი და ნახევრად ქალი, რომელსაც აქვს მაგიური ძალები. იმოჯენს რეალურად აქვს ძალიან დიდი ძალა, მაგრამ ამ ძალის გასააქტიურებლად მას ყოველთვის სჭირდება ზღვის წყალი. თუმცა რეალურად იმოჯენი ძალას საერთოდ არ აჩენს, რადგან ისინი ითვლებიან მონსტრებად ამ სამეფოში და მათზე ნადირობენ და კლავენ. ცოტა ხანში ამ სამეფოში ჩამოდის სხვა ქვეყნის მეფე, თიოდორი, რომელიც გარკვეული მოვლენების გამო ეხმარება იმოჯენს, რომ აქედან გაიქცეს. კითხვის პროცესი იყო ძალიან სახალისო და ძალიან საინტერესო, მარტივად იკითხებოდა, არ მინდოდა ხოლმე გადადება, ძალიან ჩამთრევი სიუჟეტი იყო. საინტერესო წყვილი ყავს ამ წიგნში და ძალიან მომწონდა მათი ურთიერთობა. რეალურად მომეწონა მთლიანად წიგნი დასასრულის გარდა. ბოლო ნაწილმა სამწუხაროდ არ გაამართლა ჩემთვის და დავუწერე 3.5 ვარსკვლავი. ეს არის წიგნების სერია, In the Veins of the Drowning არის პირველი ნაწილი და რა თქმა უნდა ამ წიგნის ბოლოს ვერ მივიღეთ ის პასუხები, რაც გვჭირდებოდა და ეს ყველაფერი გადაიტანეს შემდეგი ნაწილებისთვის. და ახლა უნდა ველოდო მეორეს, შემდეგ ალბათ მესამესაც, მეათეს, მიასეს და ასე შემდეგ. მე მგონი ჯობია დაუსრულებელი სერიები აღარ დავიწყო, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე დავიწყე. ესე ველოდები მეორე ნაწილებს და სანამ ის მეორე ნაწილი გამოვა, მე მგონი დამოვიწყდება პირველში რა მოხდა. და ნუ ისევ იმას ვუბრუნდები, რომ რომანტაზის ჟანრში ჯერჯერობით ვერ ვიპოვე ძალიან კარგი წიგნი. ისეთი, რომელიც ჩამრჩება და არ დამავიწყდება, სანამ შემდეგი ნაწილი გამოვა. ვნახოთ, ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ. შემდეგი წიგნი არის Janet McCurdy's I'm Glad My Mom Died. ანუ რამდენად შემზარავი სათაური აქვს. მოხარული ვარ, რომ დედაჩემი გარდაიცვალა. სათაური რომ გვერდზე გადავდოთ, ზოგადად ჯენეტი ვიცი სერიალიდან, iCarly ნიკელოდეონზე გადიოდა ხოლმე და მთელი ჩემი თინეიჯერობა გავატარე მის ყურებაში და ძალიან მიყვარდა ამ სერიალის ყველა პერსონაჟი, მათ შორის რა თქმა უნდა, მისი პერსონაჟიც სემი. როდესაც გავიგე, რომ მან დაწერა მემუარი, რა თქმა უნდა ძალიან დამაინტერესა და ნუ პირველი შოკი, რა თქმა უნდა, მივიღე სათაურით. ჯენეტი ამ წიგნში გვიყვება თავის ბავშვობაზე, თავის ოჯახზე და იმაზე თუ ზოგადად როგორ დაიწყო სამსახიობო კარიერა. რა თქმა უნდა, აქცენტი არის დედამისზე და ვერც კი წარმოიდგენთ უბრალოდ რას უკეთებდა ეს ქალი ამ პატარა ბავშვს. ანუ აქ საუბარი არ არის ფიზიკურ ძალადობაზე, თუმცა აი გულწრფელად რომ ვკითხულობდი, არ ვიცი ფიზიკური ძალადობა უფრო უარესია თუ ის, რასაც ეს ქალი აკეთებდა. და როგორც აღმოჩნდა, ჯენეტს საერთოდ არ უნდა მსახიობობა, ძალიან დიდი დისკომფორტი ჰქონდა, არ მოწონდა ეს ყველაფერი, რაც აკეთებდა, მაგრამ ეს იყო დედამისის აუხდენელი ოცნება, რომელიც მან გადაიტანა საკუთარ შვილზე და აიძულებდა, რომ მიყოლოდა ამ კარიერას. ზოგადად ძალიან ბევრი შემზარავი ისტორია ამ წიგნში და არ მინდა რომ დაგასპოილეროთ, უბრალოდ ერთს მოგიყვებით, რაც გააკეთა დედამისმა. მოკლედ, მას არ უნდოდა რომ ჯენეტი გაზრდილიყო. ანუ ჯერ ეს ფაქტი რომ რას ნიშნავს არ გინდა შენი შვილი გაიზარდოს. და ამ ზრდის შესაჩერებლად მან თავის შვილს დამართა კვებითი აშლილობა. და მყავდა წყობით მხოლოდ რაღაც საათის ფურცლებზე. რამაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა როგორც მის სხეულს, ასევე მის ფსიქიკას. და დედამისის ქცევამ ფაქტობრივად მთლიანად განაპირობა ამ გოგოს ცხოვრება, მისი ურთიერთობები, მისი კარიერაც, ყველაფერზე მოახდინა გავლენა. და ნუ ვიცით რა თქმა უნდა ბავშვობაში მიღებული ტრამვები რამდენად განაპირობებს ჩვენს ზრდასრულ ცხოვრებას და აი რომ ვკითხულობდი, უბრალოდ ერთი კითხვა მქონდა, რომ რანაირად გადარჩა ეს გოგო და სად იპოვა ის ძალა, რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა ეთქვა და ეს წიგნი დაეწერა. აღფრთოვანებული ვარ გულწრფელად, რადგან ვერ ვხვდები, რანაირად შეიძლება აი ყველაფერი გაიარო, რაც ამ გოგომ გაიარა და მაინც გქონდეს სრულფასოვანი ცხოვრება. და რა თქმა უნდა ძალიან დამასევდიანა საბოლოოდ იმის გააზრებამ, რომ ის გოგო აი თინეიჯერობაში მე რომ ძალიან მიყვარდა და რომელზეც დარწმუნებული ვიყავი რომ ბედნიერი იყო, სინამდვილეში აი ამ ყველაფერს გადიოდა. ეს იყო რა თქმა უნდა 5 ვარსკვლავი. გარდა იმისა, რომ არის ძალიან საინტერესო ისტორია, ჯენეტს აქვს ძალიან კარგი წერის სტილი და იმდენად გულწრფელად გადმოსცემს თავის ფიქრებს და ემოციებს, რომ ვფიქრობ ნებისმიერ მკითხველს დააინტერესებს.
შემდეგი წიგნი არის ფრანც კაფკას პროცესი. ეს წიგნი მე თვითონ ავარჩიე ჩემი და ჩემი მეგობრების წიგნის კლუბისთვის და ეს არის კაფკას პირველი ნაწარმოები, რომელიც წავიკითხე. ეს წიგნი მიუყვება კაცს, რომელსაც ესტუმრებიან უცხო ადამიანები და ისინი განუცხადებენ, რომ ის არის დაპატიმრებული. ის თუ ვინ არიან ეს ადამიანები, ან რატომ აპატიმრებენ, ან მისი მოსამართლე ვინ იქნება და ასე შემდეგ, ვერანაირ დეტალს ეს ადამიანი ვერავისგან ვერ იგებს. მთელი წიგნის განმავლობაში ეს ადამიანი ცდილობს, რომ გაარკვიოს რა ხდება მის თავს, მიუხედავად იმისა, რომ არის დაპატიმრებული, რეალურად არის სახლში, ციხეში არ ყავთ და ჩვეულებრივად დადის სამსახურში. მაგრამ მასზე ფსიქოლოგიური წნეხი არის უდიდესი და რაც უფრო წინაწინ მივიწევთ წიგნში, მით უფრო მეტად გაურკვევლობაში ვართ და მით უფრო მეტად ემგვანება ეს ყველაფერი დაუსრულებელ კოშმარს. ამ წიგნის პირველი თავი იყო უზომოდ კარგი და ძალიან დამაინტერესა. ფიქრობ განსაკუთრებით დღევანდელობას ძალიან კარგად ასახავდა ის ყველაფერი, რაც პირველ თავში მოხდა. მაგრამ ჩემთვის ეს წიგნი იყო ტანჯვა და ალბათ ავტორსაც ჰქონდა გათვლილი რაღაც დონეზე, რომ ჩვენც უნდა დავტანჯულიყავით ამ კაცთან ერთად, მაგრამ იმდენად დავიღალე, იმდენად უკვე გამომფიტა ამ გაურკვევლობამ, ამ ქაოსმა, რომ ვეღარანაირი სიამონება ვეღარ მივიღე უკვე ამ წიგნით. ზოგადად არ მაქვს ის ჩვევა, რომ რაღაც წიგნი თუ არ მომეწონა, გადავდო და აღარ გავაგრძელო. ყოველთვის ბოლომდე მიმყავს ხოლმე, რაც არ ვიცი რეალურად კარგია თუ არა. მაგრამ აი ამ წიგნზე ძალიან ბევრჯერ გამიჩნდა ეგ სურვილი, რომ გადამედო და აღარ ამეღო აღარასდროს. ეს წიგნი არის დაუსრულებელი და რა თქმა უნდა გამეთვალისწინებინა ეგეც, რომ ქონოდა ძალიან ისეთი სწორი მოლოდინი და ნუ კი იდეურად ნამდვილად საინტერესო იყო. ძალიან კარგი დეტალებიც ჰქონდა ავტორს, მაგრამ კითხვის პროცესი იმდენად არასასიამოვნო იყო, რომ უკვე ჩემთვის აღარანაირი აზრი აღარ ჰქონდა არც იდეას და არც დეტალებს. ასე რომ ამ წიგნს დავუწერე 2.5 ვარსკვლავი. არ ვიცი, შეიძლება ჩემი შეცდომა ამ ნაწარმოებით რომ გადავწყვიტე კაფკას გაცნობა, შეიძლება მეტამორფოზა უკეთესი ყოფილიყო და ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს ეს წიგნი და ძალიან ბევრი აღფრთოვანებული, მაგრამ რას ვიზამ, გულწრფელი უნდა ვიყო საკუთარ თავთანაც და თქვენთანაც. და მარტში წაკითხული ბოლო წიგნი არის ფრიდა მაკფადენის Never Lie. თრილერებზე ვარ ოფიციალურად შეყვარებული. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად წასაკითხი ჟანრი. და რაც შეეხება ამ წიგნს. აქ ყავს ცოლ-ქმარი, რომელსაც სურს რომ შეიძინოს ახალი სახლი და მიდიან ერთ-ერთი ვარიანტის სანახავად. მათ ამ ვიზიტს ემთხოვა ძალიან საშინელი უამინდობა, თოვს და მოკლედ ეს წყვილი ჩარჩება ამ სახლში მარტო და მოუწევთ რომ მთელი ღამე იქ გაატარონ. სახლის დათვალიერების შემდეგ ისინი აღმოაჩენენ რომ ეს სახლი ეკუთვნოდა ერთ-ერთ ცნობილ ფსიქიატრს, რომელიც წლების წინ გაუჩინარდა. და ნამდვილი კოშმარი იწყება მას შემდეგ, როდესაც ცოლი აღმოაჩენს აუდიო კასეტებს, სადაც არის ამ ფსიქიატრის და მისი პაციენტების შეხვედრის ჩანაწერები. აი ეს წიგნი იყო ის, რისი გადადებაც მართლა არ მინდოდა არც ერთი წამით. პირველივე გვერდიდან ისეთი ჩამთრევია, ანუ გონია რომ მართლა შენც იქ ხარ ამ ცოლ-ქმართან ერთად, ძალიან გაინტერესებს რა ხდება, რაღაც მომენტებში მე თვითონ მეშინოდა და რა თქმა უნდა ველოდებოდი იმ თავარ სიუჟეტურ ცვლილებას, plot twists, რომ გამეგო სინამდვილეში რა ხდება. პირველად დამემართა ეგეთი რაღაც, რომ plot twist-ზე მაქვს გავრება. თან ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ შოკში ჩავარდი და მართლა გაგიჟებული ვიყავი, რომ მეთქი რა ხდება და თან აი რო დაფიქრდე, არ არის ლოგიკური და აი მთელი წიგნიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო უბრალოდ ეგრე დატრიალებული იყო სიუჟეტი. და მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკური არ იყო, მაინც მომეწონა. არ ვიცი, პირველად ხდება ჩემს თავს ესეთი რაღაც. ამ წიგნს დავუწერე 3.5 ვარსკვლავი და რომ მკითხოთ ვურჩევ თუ არა ვინმეს, კი, ყველას. წაიკითხეთ. ესეც ასე, მივუახლოვდით დასასრულს. თუ რომელიმე წიგნი წაკითხული გაქვთ ჩემი ჩამონათვალიდან, გთხოვთ რომ გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები. და გარდა ამისა, თქვენს დამიწერეთ რა წიგნები წაიკითხეთ მარტში. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ და ასევე თუ წიგნები გიყვართ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი. კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. ახლა კი გემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დროებით.